الحمد لله الحمد لله الحمد لله نحمده ونستعينه ونستغفره ونعوذ بالله من شرور أنفسنا ومن سيئات أعمالنا من يهد الله فلا مضل له ومن يضلل فلا هادي له نشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له ونشهد أن سيدنا محمدا عبده ورسوله اللهم صل وسلم على سيدنا محمد وعلى آله وأصحابه أجمعين أما بعد فيا عباد الله اتقوا الله وأطيعوه إن الله مع الذين اتقوا والذين هم محسنون قال الله تعالى في كتابه الكريم أعوذ بالله من الشيطان الرجيم بسم الله الرحمن الرحيم سبحان الذي أسرى بعبده ليلا من المسجد الحرام إلى المسجد الأقصى الذي باركنا حوله لنريه من آياتنا إنه هو السميع البصير صدق الله العظيم وقال رسول الله صلى الله عليه وسلم الصلاة معراج المؤمن صدق رسول الله فيما قال أو كما قال ძვირფასო მორწმუნეებო ისლამის სწავლულთა უმრავლესობის აზრით რეჯებისთვის 27 ღამეს რომელიც წელს 15 იანვარს ხუთშაბათს საღამოს დგება სამყაროთათვის წყალობად წარმოგზავნილი შუამავალი მუჰამმედი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ მესჯიდი ჰარამიდან მესჯიდი აყსაში გადავიდა და იმავე ღამეს ზეამაღლდა. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მოვლენა ისლამის ისტორიაში მი'რაჯის ღამე. ღვთიური ნუგეში წუხარების შემდეგ იმედის დაბრუნება წუხილის კვალდაკვალ და ნათელი გზა სიბნელის შემდგომ უზენაესი ალლაჰი ბრძანებს დიდება იმას რომელმაც ღამით გადაიყვანა თავისი მსახური მესჯიდი ჰარამიდან მესჯიდი აყსაში რათა ეჩვენებინა მისთვის ნაწილი სასწაულებისა. ძვირფასო მორწმუნეებო მი'რაჯი შუამავლის სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამის სასწაულთაგანია როცა კერპთა ყვანისმცემლებმა ეს ამბავი ებუ ბექირს რადიალლაჰუ ანჰს აუწყეს მან წარმოთქვა ის სიტყვები რის შემდეგაც as-siddiqi შეარქვეს in kane qala faqad sadaq თუ მან ეს თქვა მაშა სადამე სიმართლეა. ეს იყო რწმენის სიმტკიცე მინდობა ალლაჰსა და მის შუამავალზე მაშინაც კი როცა გონება ვერ სწვდება. ალლაჰის შუამავალი მი'რაჯიდან 3 დიდი საჩუქარით დაბრუნდა. პირველი საჩუქარი ეს არის ლოცვა მორწმუნეს მი'რაჯი სულიერი ზეამაღლება მისი ყოველდღიური შესრულებით მორწმუნე მი'რაჯს ანუ სულიერ ამაღლებას ეწევა. ალლაჰის შუამავალი ბრძანებს as-salatu mi'rajul mu'min ლოცვა მორწმუნის მი'რაჯია ზეამაღლება. ლოცვა გვასწავლის რომ მხოლოდ ალლაჰის წინაშე მოვიხაროთ ქედი მხოლოდ მას ვეთაყვანოთ და მხოლოდ მისგან ვითხოვოთ შეწევნა. გამჩენი ალლაჰი ბრძანებს ვასტაინუ bis-საბრი was-salah
ითხოვეთ შეწევნა მოთმინებითა და ლოცვით. მეორე საჩუქარი სურა ბაყარას ბოლო აიათები, პასუხისმგებლობისა და მოწყალების ბალანსი ერთგვარად. უზენაესმა ალლაჰმა მიღრაჯის ღამეს უბოძა შუამავალს ეს აიათები: ლა იუკელიფულლაჰუ ნეფსენ ილლა უსრაჰა. ალლაჰი არ აკისრებს არც ერთ სულს იმაზე მეც, რაც მას ძალუძს. და მესამე საჩუქარი თეუჰიდის მიმდევართა ხსნის სასიხარულო ამბავი. ესა ფრიად სასიხარულო უწყება, რომ ერთადერთი ღმერთის მაღიარებელი მორწმუნე არ დარჩება მარადიულ სასჯელში. თეუჰიდი არის მშვიდობის, ერთღმერთიანობის, უსაფრთხოებისა და ერთიანობის საფუძველი. იქ სადაც არ არის ჭეშმარიტი მონოთეიზმი, იქ ვერ იარსებებს ვერც მშვიდობა და ვერც ჭეშმარიტი ძმობა. ძვირფასო მორწმუნეებო, მიღრაჯი არ არის მხოლოდ ისტორიული ჩვეულებრივი მოვლენა, რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ უნდა გავიხსენოთ. ეს არის ცხოვრების გზა სულიერი ამაღლებისკენ. დღეს კაცობრიობას განსაკუთრებით სჭირდება მიღრაჯის ღირებულებები, რწმენა ეჭვის ნაცვლად, ერთიანობა დაყოფისა და განხეთქილების ნაცვლად, მშვიდობა ძალადობის ნაცვლად, ლოცვა დაუდევრობის ნაცვლად. მოდით ამ მადლმოსილ ღამეებში გულები იმედით გავივსოთ, რწმენა გავიმტკიცოთ და ლოცვას მეტი ყურადღება დაუთმოთ. და მიღრაჯი გახდეს თითოეული ჩვენგანის სულიერი ამაღლების, რწმენის სიმტკიცისა და ალლაჰთან სიახლოვის მიზეზი. ელა ინ ახსანალ კალამი ვა აბლაღ ნიზამ კალამულლაჰილ მალიკილ აზიზილ ალლამ كما قال الله تبارك وتعالى في الكلام وإذا قرئ القرآن فاستمعوا له وأنصتوا لعلكم ترحمون. بسم الله.